2026 წლის 1 აპრილიდან საირიგაციო წყლის სუბსიდირების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. გარკვეულ თანხას გადაიხდის მომხმარებელი, ძირითადად კი სახელმწიფო დაასუბსიდირებს. თემაზე ვსვათ ვისაუბრებთ ჟპს საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან. ბატონო გიგლა, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას გურჯაანელებს და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ მოსახლეობებს, ჩვენ აბონენტებს, ჩვენ მომხმარებლებს და დიდი მადლობა საეთერო დროის დათმობისათვის. ბატონო გიგლა, რატომ გახდა საჭირო საირიგაციო წყლის სუბსიდირების ახალი მექანიზმის შემოღება და რას ითვალისწინებს იგი? ძალიან დიდი მადლობა კითხვისთვის. მე მინდა რომ იმისათვის რომ უფრო გასაგები იყოს, რამდენიმე ბლოკად გიპასუხოთ, რამდენიმე ბლოკად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პასუხი, რაც ერთგვარად ურთიერთკავშირში ერთმანეთთან და ვისაუბროთ რა იყო, რა არის და რა იგულისხმება სუბსიდირებაში. მოდი დავიწყოთ რა იყო და რა ხდებოდა აღნიშნული ტარიფის შესახებ. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნული ტარიფი 1 ჰექტარზე 75 ლარი 2011 წელს დაწესდა და დღემდე 15 წლის განმავლობაში ერთ და იგივე ტარიფი მოქმედებდა. ეს გახლავთ კიდევ როგორც აღნიშნეთ 1 ჰექტარზე ერთი აბონენტი იხდიდა 75 ლარს. კარგად ცნობილია, რომ აღნიშნული ტარიფი ვერანაირ კრიტიკას და ვერანაირ პრაქტიკას ვერ უძლებს. იქიდან გამომდინარე, წარმოიდგინეთ 2011 წელს დაწესებული ტარიფი 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს არ იყო არც მიმართული მოსახლეობის და ფერმერების მიმართ, ეს არ იყო კომპანიის განვითარების მიმართ. პირობითად აღებული ციფრი გაჩნდა და რეალურად 1 ჰექტარი მოწყვის საფასური ბევრად მეტი ჯდებოდა, ვიდრემდე ამ შემთხვევაში მოსახლეობა იხდიდა. თუმცა აღნიშნულ სივრცეს სიცარიელეს ავსებდა მთავრობა და უშუალოდ ასუბსიდირებდა თვითონ მელიორაციის კომპანიას, რაც ერთგვარად მახინჯი პრაქტიკაა, რადგან სუბსიდირების ელემენტი არ შეიძლება იყოს კომპანია, უნდა იყოს რა თქმა უნდა ფერმერი და ფერმერიდან უნდა ხდებოდეს შემდეგ სუბსიდირების თანხების შემოდინება კომპანიაში. ბატონო გიგლა, ფერმერები ამ თანხას იხდიდნენ და როგორ ხდებოდა თანხის ამოღება? ძალიან სამწუხაროა, რომ აღნიშნული მიდგომაც პრაქტიკულად ძალიან რთულად მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ეს თვითონ 75 ლარის გადახდის პრაქტიკაც არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე თანხაა და 1 ჰექტარზე წლიურად 75 ლარის გადახდა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, გადახდის დაკონტრაქტების მაჩვენებელი და მათ შორის გადახდის მაჩვენებელიც ძალიან მცირე ქონდა, რაც ერთგვარად აისახებოდა მომსახურების ხარისხზე. ერთგვარად აისახებოდა პირდაპირ კავშირში იყო უпростоრად მომსახურების ხარისხზე. იმიტომ რომ შესაბამისად მელიორაცია ვერ წევდა იმ სერვისებს და ვერ უწევდა იმ სერვისებს სრულფასოვნად, რაც უნდა ჰქონდეს ფერმერს ირიგაციის სეზონზე. აი ახლა რა იქნება? ეხლა რა მოხდა შემდეგ ეტაპზე? პირველ რიგში დაითვალა მელიორაციის ის ხარჯები, თუ რა ჯდებოდა რეალურად ერთი წყლის საფასური, ამისთვის აღებული იქნა სამაგალითო 2023 წელი საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ დაითვალა ის ხარჯები, თუ რა შეიძლება მოხდეს, რა ჯდება 1 ჰექტარი ფართობის მორცვა და ამ შემთხვევაში დადგინდა არა წლიური ტარიფი, არამედ 1 კუბური მეტრი წყლის საფასური, რომელიც საცალო მომხმარებლისთვის შეადგენს 8.260 დღეს ჩათვლით. რა დაახლოებით 800 თეთრს ეს გახლავთ 1 კუბური მეტრი საფასური და შესაბამისად მათზე აიგო მთელი ეს სქემა. ეს მიმართულია წყლის რაციონალური გამოყენებისკენ და რაციონალურად გამოყენებისკენ და რა თქმა უნდა წყლის რესურსების დაზოგვისაკენ. აი მარტივად რო ვთქვათ მომხმარებელს 1 აპრილიდან რა იცვლება, როგორ მოუწევთ მათ თანხის გადახდა? აღნიშნული, თქვენ სწორედ აღნიშნეთ, აღნიშნული ტარიფი სწორედ 1 აპრილიდან შევა ძალაში და რა იქნება 1 აპრილიდან და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. 1 აპრილიდან როგორც თქვით, ჩვენ გადავხდით 1 კუბური მეტრი წყლის საფასურს და ამ შემთხვევაში 1 ჰექტარისთვის 1 მორწყვის შესაბამისად იქნება 116.5 თეთრი, ანუ 116 ლარი, 116.50 თეთრი. ოღონდ ეს იქნება ერთი რწყვა. იქიდან გამომდინარე, რომ დადგენილია, რომ საშუალოდ
მინიმუმ 4 მორწყვა უნდა იყოს არის საჭირო გარკვეული მცენარეების კულტურებისათვის, მათ შორის კახეთში ძირითადად 4 მორწყვა გავრცელებული და ეს 4 მორწყვა ერთი მორწყვა მოიცავს ორკვირიან პერიოდს, ან 14 წლის განმავლობაში შეუძლია აწარმოოს ერთი საირიგაციო ციკლი, დანარჩენ თანხას, დანარჩენი 3 მორწყვის საფასურს გადაიხდის მთავრობა. ანუ თუ გლეხი გადაიხდის 116 ლარს, მთავრობა სრულად აფინანსებს მის უმეტეს ნაწილს 350 ლარს. დიახ, და როგორც ვიცი, სპეციალური მრიცხველი დამონტაჟდება, ხო, რომ ეს არა, დიახ, მრიცხველების დამონტაჟება ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის მე მინდა რომ ამით მივიპყრო ყურადღება კახეთში მცხოვრები ფერმერები, იმიტომ რომ მრავალწლიანი კულტურებისთვის ეს ნორმა სხვა არის და მრავალწლიანი კულტურებისთვის ერთი მორწყვის საფასური 102 ლარი შეადგენს, რადგან მოხმარებელი წყლის ოდნობა ოდნავ მცირეა ერთწლიანი კულტურებისგან განსხვავებით. შესაბამისად, მრიცხველის დაყენება ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამით მნიშვნელოვნად დაზოგავენ წყალს და არა მარტო წყალს, არამედ თანხასაც. ანუ შევხედოთ ეგეთ, თუ იმ შემთხვევაში ფერმერს უნდა რომ სისტემატურად მორწყას და არ არსებობდეს მისთვის ციკლები, ამ შემთხვევაში დააყენებს მრიცხველს და ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსუბსიდირებს 116 ლარიდან იმ დარჩენილ 306 ლარს, რომელიც იქნება გადასახდელი, ხოლო მრიცხველზე დაწერილი ციფრის მხოლოდ 102 ლარს გადაიხდის და დანარჩენს დაუსუბსიდირებს სახელმწიფო 306 ლარამდე, 406 ლარამდე. რაც შეეხება უშუალოდ თუ კი ამ შემთხვევაში დაზოგავს და დაწერს 102 ლარზე ნაკლებს, შესაბამისად ფერმერი გადაიხდის იმაზე ნაკლებს. შესაბამისად უფრო ეფექტურია თუ კი მრიცხველები იქნება დამონტაჟებული. მრიცხველის დამონტაჟების თანხა თვითონ ფერმერმა უნდა გადაიხადოს თუ სახელმწიფო ეხმარება და ეს სუბსიდირება მთელი ცხოვრება გაგრძელდება თუ გარკვეული პროგრამა და მხოლოდ რამდენიმე წელს მოიცავს? მრიცხველის დაყენების მექანიზმი დაახლოებით იგივე არის, რაც სხვა კომუნალურ მომსახურებაში. ან პირობითად ავიღოთ ელექტროენერგიის მომსახურებაში, ან წყალმომარაგების, ან ბუნებრივი აირის მოხმარებაში. ანუ ამ შემთხვევაში ორი ოპცია არსებობს. ერთ შემთხვევაში შეუძლია და თვითონ შეიძინოს ფერმერმა მრიცხველი და დაამონტაჟოს და რა თქმა უნდა ანათვალის აღება მოხდება აღნიშნული მრიცხველებით. შედეგებით მეორე შემთხვევაში შეუძლია კომპანიას მიმართოს, კომპანიამ დაამონტაჟოს აღნიშნული მრიცხველი, თუმცა ეს შემდეგ აისახება ტარიფში. აღნიშნული მრიცხველები მრავალფეროვნად არის ბაზარზე წარმოდგენილი და სხვადასხვა ფასის არის და ბუნებრივია ფერმერის აქვს ამის არჩევანის საშუალება. რაც შეეხება სუბსიდირების დროს, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სუბსიდირება თვითონ ტარიფი, აღნიშნული ტარიფი არის დამტკიცებული 3 წლით. სემიტის წესებიდან გამომდინარე, ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომპანიის წესებიდან გამომდინარე, ტარიფი 3 წლით არის დადგენილი ამ შემთხვევაში. შესაბამისად, აღნიშნული სუბსიდია, პრემიერის მიერ განკარგულებით დამტკიცებული აღნიშნული სუბსიდია წარმოადგენს 2 წლიან პერიოდს, ხოლო რაც შეეხება 2 წლის შემდეგ ეს საკითხი ისევ გადასახედი იქნება და ჩამოყალიბდება სუბსიდირების სხვა ფორმა, რომელიც იმ პერიოდისთვის იქნება მისაღები. დიახ. ალბათ ახლა საკმაოდ რთული იქნება ფერმერების დარწმუნება, რომ დაამონტაჟონ ეს მრიცხველები, იმიტომ რომ ცოტა სხვა სისტემას არიან შეჩვეულნი და თქვენ რას გეგმავთ, როგორ შეიძლება მიაწოდოთ ინფორმაცია მათ და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, იქნება თუ არა რაიმე სადამსჯელო ღონისძიება. დიახ, მოგახსენებთ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მრიცხველის დამონტაჟება უპრიანია და ეს ოპცია აუცილებელია გამოიყენოს მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში, ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში თუ მას სჭირდება სისტემატურად მოწყობა, მაგრამ თუ შემთხვევაში არ მოხდება გამრიცხველენება, ესეც არ წარმოადგენს მას როგორც აღნიშნე ნორმით დაერიცხება და 1 ჰექტარზე შეადგენს ერთწლიანი კულტურებისთვის, კიდევ ერთხელ გამეორდები, ერთწლიანი კულტურებისთვის შეადგენს 116 ლარს, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისთვის 100 ლარს, ანუ ამ შემთხვევაშიც და დანარჩენს 3 მორწყვას დაუსუბსიდირებს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ კახეთი ერთ-ერთი დეფიციტური რაიონია საირიგაციო წყლის თვალსაზრისით და ჯერჯერ
ჯერჯერობით საპროექტო ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი წყალსაცავის მშენებლობა, როგორც არის ილტოს წყალსაცავი, რომელიც პრაქტიკულად გადაფარავს მთლიან დეფიციტს კახეთის მიმართულებაში, ასევე მოდერნიზაცია უნდა გაუწიოთ ლაკვის წყალსაცავს, რომელიც ასევე დეფიციტში ავსებს მისი მორწყვის არეალში ყოფ ფართობებს. ამ ხნის განმავლობაში რაციონალური წყლის რაციონალური გამოყენებიდან გამომდინარე აუცილებელი არის რომ ჩვენს მიერ გამკაცრებული იქნას წყლის მოხმარება და ამიტომ მოუწოდებთ მოსახლეობას ჩვენს ძვირფას გულჯანელებს რომ აუცილებლად მივიდნენ მელიორაციის ოფისში და გააფორმონ წყალ ირიგაციის ხელშეკრულება, წყალსარგებლობის გრაფიკი და რაც მოიცავს წყალსარგებლობის გრაფიკი. მე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე წყალსარგებლობის გრაფიკის გაფორმება არ ავალდებულებს ფერმერს რაიმე ფინანსურ გადახდას, ანუ არ ექნება ვალდებულება ფინანსური გადახდის. ერთადერთი რაც შეიძლება ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდეს, რომ ვავალდებულებთ საქართველოს მელიორაციას, რომ ფერმერებისთვის სასურველ დროს სასურველ პერიოდში სასურველი რაოდენობით მივაწოდოთ წყალი. ამიტომ აუცილებელია რომ დღესვე მივიდნენ ფერმერები მელიორაციის ოფისში და შეუთანხმონ წყალ მოხმარების განრიგი, ეგრეთ წოდებული ირიგაციის ხელშეკრულება. ამის შემდეგ თანხის გადახდა, ანუ იმ პირველადი თანხის გადახდა მოხდება ამას შემდეგ, როდესაც თავისი შეთანხმებული დროით, მათ მიერვე შეთანხმებული დროს მიიღებენ მელიორაციისგან მოსახურებას, ანუ ჩაატარებენ ორკვირიანი რწყვის პროცედურას. ორი რწყვის პროცედურის ჩატარების შემდეგ მათ დაირიცხება თანხა და ისინი ვალდებულები იქნებიან პირველი გადასახადი გადაიხადონ. ხოლო როგორც აღვნიშნე, დანარჩენი რწყვის პერიოდები, ციკლები, რომელიც მითითებული იქნება წყალსარგებლობის განრიგში, სრულად დასუბსიდირება სახელმწიფოს მიერ. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავ ინფორმაციის მოწოდებისთვის, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისათვის და საეთერო დროის დათმობისათვის.